მოგესალმებით. ალპასიხში აგზელებს მიმოხილვებს, დღეს ვისაუბრებთ ირანზე. დაახლოებით 3 კვირა გავიდა, რაც ასე ვთქვათ, ყურადღება მოვაკელით ჩვენს გამომწერებს, თუმცა ეს იყო ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა მსოფლიოში დიდად არაფერი არ შეცვლა ამ პერიოდში, გარდა იმისა, რომ ირანთან მიმართებაში გრძელდება სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაშიც გარკვეული სიახლეებია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ჩვენ წინა მიმოხილვაში ვისაუბრებთ უკრაინაზე და დღეს მთლიანად ყურადღებას დავუთმობთ ირანზე, რადგან 25 დღე არის დღეს უკვე, რაც ეს სამხედრო ოპერაცია დაიწყო. და გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები და მოლოდინები გაჩნდა მოლოდინები მსოფლიოში, რომ დაიწყებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულწილად სახმელთო ოპერაციას და რა იგულისხმება ეს სახმელთო ოპერაციაში. სწორედ ოთოსთან და ირაკლისთან ერთად ვისაუბრებ, მანამ უბრალოდ მიმოვიხილოთ ის რუკა, რომელიც ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა მოამზადა. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, სადაც სახმელთო ობიექტებზე ირანის ამ შემთხვევაში რევოლუციური გულშრახთა კორპუსის ბაზებზე ბოლომიტანელი იერიშები არის. ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი იერიშები არის და უფრო კონკრეტულად რა ტიპის სიახლეები განვითარდა ირანში, რა ტიპის შეიარაღება ჩართეს, ოთო გაგვიზიარებს. მის მიერ მოგროვებულ ინფორმაციას ოთო ზოგადად რომ მიმოვიხილოთ არსებული დღევანდელი მონაცემებით, რა ტიპის შეიარაღებით, რა ობიექტებზე გრძელდება ამერიკული იერიშები. ბატონო. პირველ რიგში მინდა გავცე პასუხი იმ არასწორ, ესე ვთქვათ, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ ოპერაციის მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის ცვლილება და როდესაც ამბობენ ხოლმე დასავლურ მედიებში, განსაკუთრებით ტრამპის მოწინააღმდეგეთა ფლანგზე აღინიშნება ეს ტენდენციები და ასევე პრორუსებიც, პროჩინელებიც, მემარცხენეები, პაციფისტები აი ამ მიმდინარე სამხედრო კამპანიას უკვე კრახად ნათლავენ, რადგანაც რეჟიმი არ შეიცვალა და სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ იმ ფონზე, რადგანაც უკვე 25 დღეა ეს სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ვერ ხდება და ვერ იქნება მიზანი მიღწეული იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის ცვლილება არ შედგა. მინდა პირველ რიგში ვთქვა ესეთი რაღაცა, რომ ეს ომი არ დაწყებულა იმ მიზნით, რომ ირანში რეჟიმი შეცვლილიყო. უბრალოდ შემდგომში ოპერაციის დაგეგმვის ყალდაკვალ განვითარდა ირანში იმგვარი პროცესები, რომ ერთგვარად ბონუსად დაემატა რეჟიმის ცვლილება ამ ყველაფერს და შესაბამისად ეს იმგვარად იქნა აღქმული საზოგადოებაში, რომ თითქოს ამერიკა და ისრაელმა გადაწყვიტა სამხედრო კამპანიის დაწყება, იმიტომ რომ ირანში მშვიდობიან მოსახლეობას გაუსწორდნენ, დახოცეს 30,000-ზე მეტი ადამიანი და სწორედ ეს იყო თითქოს მიზანი იმ სამხედრო ჩართულობისა, რომელსაც დღეს ვხედავთ. და რეალურად 28 დეკემბერს გადაწყდა ის, რომ ომი იქნებოდა გარდაუვალი, თუმცა თარიღზე შესაძლოა ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, რომ შესაძლოა ეს არ ყოფილიყო 28 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი პირობითად თებერვალში, შესაძლოა იყო დაგეგმილი მაისში ან ივნისში პირობითად. თუმცა იანვარში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც დასუსტებული ირანის ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდა, მას შემდეგაც საკუთარ მოსახლეობაზე ხელი აღმართა და დახოცეს ადამიანები, ვადებმა გადმოიწია, იმიტომ რომ ჩათვალეს ალბათ, ჩემი აზრით, რომ უფრო მარტივი იქნებოდა პროცესების დაჩქარება, იმ მხრივ, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები ხელს შეუწყობდა იმ საკვანძო მიზნებს, რა მიზნებიც აი ამ ოპერაციას პირველ, ესე ვთქვათ, ფაზაში ჰქონდა და აქვს დღემდე. ხელს შეუწყობდა იმ მხრივ, რომ შესაძლოა მომხდარიყო რეჟიმის ცვლილება და ისრაელისთვის იმ მნიშვნელოვან მიზნებთან ერთად, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ რეჟიმის ცვლილება მოხდეს იმისათვის, რათა საფრთხე განეიტელდეს არა პირობითად 5-7 წლით, არამედ განეიტელდეს სამუდამოდ და მიიღოს ირანმა და ისრაელმა და ამერიკამ პოტენციური პარტნიორი დემოკრატიული ირანის სახით, ხო?
საკვანძო მიზნებს რაც შეეხება ეს იყო რა თქმა უნდა ბირთვული ესე ვთქვათ ინფრასტრუქტურის და ბირთვული პროგრამის განადგურება ირანის, ასევე სარაკეტო პროგრამის განადგურება, სამხედრო სამრეწველო ბაზების განადგურება, რაც ძალიან სწრაფ ტემპში, ინტენსიურად, თანმიმდევრულად მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი. მე ვერ ვხედავ, რომ რაღაცა ისე წავიდა აი ამ მიმდინარე სამხედრო კამპანიაში, რომ თითქოს არ ჰქონდათ დაგეგმილი. ისიც დარწმუნებული ვარ, გაათვალისწინებული იყო, რომ ჰორმუზის სრუტეს შეექმნებოდა გარკვეულწილად საფრთხეები და გადაიკეტებოდა ეს ზონა იმ თვალსაზრისით, რომ იქ გამავალ ხომალდებს შეექმნებოდათ საფრთხე. და მე არ ვეთანხმები მოსაზრებას ექსპერტების მხრიდან, ასევე დასავლურ მედიაში დაწერილი სტატიების ჭრილში, რომ თითქოს ტრამპმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ოპერაცია დაგეგმეს, ვერ გათვალეს, რომ ჰორმუზის სრუტეში ესე ვთქვათ სიტუაცია შეიქმნებოდა. სამხედრო ოპერაცია ჩემი აზრით და ობიექტურადაც მიმდინარეობს ბრწყინვალედ, იმ მხრივ რომ სრული ბატონობა და დომინაცია აქვს ირანის საჰაერო სივრცეში 25 დღის განმავლობაში დაახლოებით ორივე ქვეყანამ ჯამში 18,000-მდე სამიზნე არის დაბომბილი, თუ სწორად მახსოვს 9,000-ზე მეტი აქვს ამერიკას, დაახლოებით მაგდენი ან ცოტა მეტი აქვს ისრაელს. სრული დომინაცია ბატონობა აქვს, ვერ მუშაობს, ვერ მოქმედებს ირანის საჰაერო თავდაცვა, ერთი თვითმფრინავიც კი არ არის ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოგდებული და იმდენად ესე ვთქვათ გათამამდნენ პილოტები, რომ 4-5 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ ირანის საჰაერო სივრცეში და ესე ვთქვათ ინტენსივობის ფარგლებში სრულად ყველაფერს ანადგურებენ, რაც არის სამიზნეთა ბანკში ესე ვთქვათ გაწერილი. ეს სამიზნეთა ბანკი ალბათ კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში არის გათვლილი იმ მხრივ, რომ წარიმართოს ოპერაცია, გაგრძელდეს დაბომბვა იმ სამიზნეებისა, რაც ოპერაციის დაწყებამდე გათვალეს და შემდგომ უკვე დაემატა რეალურ დროში აი ამ სამიზნეთა სიას და მიმდინარეობს იმგვარად, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს ირანი, ვერც ისრაელს, ვერც ამერიკას. ერთადერთი რაც მათ გააჩნიათ ამ დრომდე საშუალებები, ეს არის ბალისტიკური რაკეტების და შაჰედის კამიკაძე დრონების მარაგები, რომელიც საგრძნობლად არის შემცირებული. და რო შევხედოთ დინამიკას პირველი დღეებიდან განსხვავებით დღევანდელ დღემდე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ის მასშტაბი, რა მასშტაბითაც უტევენ პირობითად სპარსეთის ყურის ქვეყნები იქნება ეს თუ ისრაელი. გუშინ დავდე ინფორმაცია, რომ B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები უკვე დაფრინავენ GBU-31 ტიპის ერთტონიანი ბუნკერგამტანი ავიაბომბებით და როცა საბრძოლო მისიაზე მიფრინავენ, ახორციელებენ სწორედ აი ამ ტიპის იარაღით იერიშებს. ეს რას ნიშნავს? ზოგადად B-52 და ეს დიდი თვითმფრინავები უფრო მარტივი სამიზნე უნდა იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, იმიტომ რომ რადარზე შესაბამისად უფრო მეტი აღქმა და ესე ვთქვათ ასახვა აქვს აი ამ დიდ ობიექტს და რაც იმაზე მიუთითებს, რომ საჰაერო თავდაცვა იმ ზონებს, სადაც ეს B-52-ები და კიდე სხვა თვითმფრინავები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ ახლო დისტანციაზე მოქმედი პლანირებადი ავიაბომბებით, ნიშნავს იმას, რომ ან საჰაერო თავდაცვა იმ პოზიციებზე განადგურებულია სრულად, ან იმ დონეზე ახშობენ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის აი ამ რისკზე წასვლა, რადგანაც დარწმუნებულები არიან, რომ დაზღვეული აქვთ საკუთარი თავის უსაფრთხოება და შესაბამისად აგრძელებენ აი ამ სექტორებში იერიშების განხორციელებას. ხო, ანუ მე ვიტყოდი ასევე იმას, რომ ის საკვანძო მიზნები, ხო, რაც ისრაელს ჰქონდა, რაც ამერიკას ჰქონდა, თითქმის სრულად მიღწეულია ამ დროისთვის. ირანი ვერ შექმნის ბირთვულ იარაღს ვერანაირად, იმიტომ რომ ნათანზი, არაკი, ისპაჰანი, შარშანაგერ, ფორდოს, აი ეს ობიექტები იმ დონეზე არის დაზიანებული და დანგრეული, რომ იქ თუნდაც ირანს აი ამ ოპერაციის შემდგომ შეუნარჩუნდეს ის 450 კილოგრამიანი მაღალ გამდიდრებული 60%-ზე ურანი, მას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ლაბორატორიები, კვლევები, ცენტრიფუგები, სადაც ის მოახდენს აი ურანის ესე ვთქვათ კიდევ უფრო გამდიდრებას, ხო 90-95%-მდე იმისათვის, რათა შემდგომ აქციოს ის ბირთვულ იარაღად, ხო? მე ამ ყველაფერს რა თქმა უნდა სჭირდება ცდები, ამ ცდის, როგორც ამბობენ, აი ამ ცდის ლაბორატორიები და
ლოკაცია მდებარეობდა პერჩინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსში, მიწისქვეშ. ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი დაახლოებით 30-ჯერ არის უკვე დაბომბილი ისრაელის და ამერიკის საჰაერო ძალების მიერ თითქმის მოსწორებულია ის ინფრასტრუქტურა, რაც იქ იყო. იმის თქმა მინდა, რომ აი ეს საკვანძო მიზანი, რომც შერჩეს ირანს, ხო, ის 450 კილოგრამიანი მაღალგამდრებული ურანი ის ვერ შექმნის ბირთვული არას თუ ეს ინფრასტრუქტურა არ ექნება. ხოლო ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას წლები დასჭირდება და ჯერჯერობით ამის აღდგენის უფლებას არც მისცემენ, ხო? და ასევე მნიშვნელოვანია სამხედრო სამრეწველო კომპლექსი რა მდგომარეობაშია რაკეტების და დრონების წარმოების თვალსაზრისით, სადაც უმრავლესი აი ეს ქარხნების აწარმოები, სადაც ამზადებდნენ კომპონენტებს, ამზადებდნენ მყარსაწვავს, ამზადებდნენ ელექტრონიკას იმისათვის, რათა შემდგომ ეს ექციათ ერთიან აი ამ ჯაჭვური ქსელის ფარგლებში, რომელთაც ეს საწარმოები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და იმისათვის, რათა ექციათ ბალისტიკურ რაკეტად, თოსან რაკეტად თუ შაჰიდის კამიკაძე დრონად, უმრავლესი ნაწილი ნადგურდება და კიდევ განადგურდება, იმიტომ რომ სამიზნეთა ბანკი არსებობს, მიყვებიან ამ გეგმას და ანადგურებენ, მიწასთან ასწორებენ აი ამ კომპლექსებს. შესაბამისად, ეს ორი მიზანი ამ ეტაპისთვის ფაქტობრივად ოქცეულია. ეხლა მინდა ცოტა პროვოკაციულად მოვიქცე, ირაკლი, ნახე, მე ახლა გამოვიყენებ ისევ ამ რუკას, ომის შემსწავლელ ზოგადად მიჩნეულია და ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც გარკვეულ ესე იგი სამხედრო მოქმედებების პერსპექტივას განიხილავენ, გარკვეულ გეგმებს სახავენ თუნდაც სამხედრო ოპერაციის, იმ ტერიტორიაზე ხდება ჯერ ავიაციით და артиლერიით დამუშავება და შემდეგ იწყება სამხედრო ოპერაცია. ეხლა რუკაზე, რომელიც ეს საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემაა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, მართალია ღია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ აქ თადარიგის ოფიცრები არიან მაღალი რანგის და ვხედავთ, რომ შეკუჩება, ასე ვთქვათ, იერიშების შეკუჩება არის ირანის ჩრდილოეთ ნაწილში. ყველაზე პრობლემური მსოფლიოსთვის ჰორმუზის სრუტეში არ არის ისეთი შეკუჩებულობა, ისეთი ხშირი იერიშები. აპირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, ან ზოგადად ახლა აპირებს ისეთი ნათქვამია, ახლა აპირებს თვითონ ამერიკელი გადამდგარი გენერალი მეტისი ამბობდა, რომ მუდოვანია ტრამპის გეგმაო. ნელია ესე თქვა, აპირებს თუ არა, მაგრამ აი მოცემულობა რამდენად საჭიროება შეიძლება იყოს სახმელთო ოპერაციის და სად? ჩრდილოეთით, სადაც ესეთი შეკუჩებულობა იერიშების, თუ ჰორმუზის სრუტეში? ხო, ესე იგი იქიდან დავიწყებთ, რატო არის ეგეთი შეკუჩებული? რას გვეუბნება ეს დათმების სიხშირე, რატო არის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განსაკუთრებით, იმიტომ რომ პრინციპში ხა მოსახლეობის ასე ვთქვათ კონცენტრაცია თვითონ ანუ 1 კვადრატულ კილომეტრზე დავუშვათ დასახლებები გაცილებით მეტი არის, ანუ ინდუსტრიული ზონა, ეს იგივე სამხედრო ბაზები, იგივე ეს გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები არის იქ, სადაც ეს დაბომბვები მიმდინარეობს. ანუ პირველ ეტაპზე ხო მაინც ძირითადად იყო სამიზნეები, ვაი, ხარისაწინააღმდეგო თავდაცვის და ასე ვთქვათ, მის ავიაციის ბაზების და მეების გარდა ადმინისტრაციული შენობების გარდა იყო ძირითადად ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსები და აი ეს ბირთვული ობიექტები, სარაკეტო ეს რაც თვითონ ძალიან კარგად ჩამოთვალა ეს სამიზნეთა ბანკში ძირითადად იყო აი ეს ყველაფერი არის განლაგებული იქ, სადაც ახლა ჩვენ ვხედავთ. თუმცა აქ კარგად არ ჩანს დინამიკა, ანუ პირველ დღეებში იყო ეგრე, მაგრამ ბოლო დღეებში, აი ესე მეების დღეების მიხედვით რომ დაადო, ხო? ნახავ რომ გადაინაცვლა სამხრეთი ზუსტად იქ ჰორმუზის სრუტის გარშემო ძალიან აქტიურად ბომბავენ. ახლა ჰორმუზის სრუტეში მანდრად დატანილია ძირითადად არის აი ბანდერ აბასის პორტში გემები დაიბომბა, აი ეს არის ხო, მცურავი საშუალებები, აი აქ არის ისო, ხო. თუმცა ეს საპორტო იცი როგორ არის, ისე არის აქ ინფრასტრუქტურა, რომ ანუ აქეთ-იქითაც არის რაღაც სამხედრო ობიექტები რა, მაგრამ ძირითადად არის ნამ გემები დაიბომბა პორტში, ზოგიერთი მშრალდობში ეყენა სარაკეტოდ, მაგრამ ეხა ბოლო დღეებში რაც იბომბება არის სავარაუდო იქ გემსაწინააღმდეგო რაკეტების, თოსანი რაკეტების და ახლა ზოგიერთი რაკეტების ჩინოვის
რომლებიც წარმოადგენენ არსებითად ეგზოსეტის, ფრანგული ეგზოსეტის კოპიოებს, ცოტა გაუმჯობესებული ვერსიებიც არის, აი მაგათ სტაციონარულ პოზიციებს, რომლებიც არის კლდეებში, ასე ვთქვათ, განთავსებული. მათ მარაგებს ამ კლდეებში და გვირაბებში, რიყის ქვეშა გვირაბებში. ხო, ახლა რა მიზანი ქონდა მას რა ქვია, ნუ ფლოტი ახლა გასაგებია რატომაც გაუნადგურეს, მაგრამ მაგის გარდა ახლა მიმდგარი არიან და ეს მცირე კატარღებს, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც კამიკაძე, ასე ვთქვათ, საშუალებები, აგრეთვე დასანაღმად რო შეუძლიათ ნაღმები გაიტანონ ზღვაში და ჩაყარონ, ასე ვთქვათ, მაგისთვის, აი მაგ წურო საშუალებებს ანადგურებენ. მასელი ჰორმუზის სრუტის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ სახმელეთო ოპერაცია გახდება აუცილებელი, ოღონდ ნუ ახლა მე თანმიმდევრობით მოვყვები, რამოდენიმე ვარიანტია, როგორ რა ტიპის სახმელეთო ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს, რომელიც ითქვა, დაიწერა პრესაში და მუსირებს აზრებს და ყველა ვარიანტს საკითხაოდ განვიხილა შემისნებართვით. და ბოლოში ვილაპარაკებ მაინც ამ ჰორმუზის სრუტეზე, რატო ვიცი, მე ყველაზე რეალისტური სწორედ ამ ლოკაციაზე მგონია სახმელეთო ოპერაცია და დავასაბუთებ რატომაც, მაგრამ მაგალითად ბოლომდე ჯერ დავიწყებ იმ ტიპის ოპერაციით, რომელიც სუპირველად სახელდებოდა ჯერ კიდე შარშან 12-იანი ომის დროს და რომელიც მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი ოპერაცია იქნებოდა, თუ ის განხორციელდებოდა, მაინც მაშინ უფრო რეალისტური იყო, ვიდრე რას გულისხმობ კომანდოსების, ებრაული კომანდოსების და ამერიკის ბერძანიშვილების ძალების გარდასხმა ირანის ტერიტორიაზე და ბირთვულ ობიექტებთან, რათა მათ, ასე ვთქვათ, გაინადგურებინათ ეს ბირთვული ობიექტები უშუალოდ ფიზიკურად, ასე ვთქვათ, ადგილზე დაინაღმათ, გაინადგურებინათ და იქიდან ეს გამდიდრებული 60%-მდე გამდიდრებული ურანი გამოიტანათ. მაშინ ეს, როდესაც ესენი იყო ცენტრიფუგებში, ბევრ ტექნიკურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, არა მარტო იმაზე, რომ ამ ობიექტზე შეღწევა იქნებოდა ურთულესი, მერე ამ თვითონ ამ ობიექტთან დესანტირების დროს, ასე ვთქვათ, ჯერ საჰაერო თავდაცვის დადლევა, მერე გადასხმის დროს ამის იზოლირება, რომ რაღაცებთან დამატებითი რეზერვები თქვათ ირანელებს სახმელეთო ძალები არ დაგაესროლათ და ესენი არ აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ხაფანგში. მერე აგრეთვე როცა შეაღწევდნენ ამ გვირაბებში ბრძოლა, ურთულესი თემა იქ დანაღმული არის, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა და არის დიდი სქელი და უშუალოდ რკინის კარებები, რომლებიც აი უბრალოდ CO2 თუ აფეთქებენ, თქვათ რაღაც ჩვეულებრივ კარებებს, იმას ისე ვერ ააფეთქებ, ანუ იქ საავიაციო ბომბიც კი შეიძლება ზოგიერთ სიმძლავრს ძლავრ საავიაციო ბომბებსაც კი უძლებს და ისეთი, ასე ვთქვათ, კარებები არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სივრცეებს შორის და ანუ ურთულესი თემა იქნებოდა და მიუხედავად ამისა, რაღაც მაგდაგვარი მაშინ უფრო რეალისტური იყო რაღაცებით, იმიტომ რომ ის სავარაუდოდ როგორც ამბობენ 450-500 კილოგრამი, უხეშად 9 ტონა ეს გამდიდრებული ურანი იყო ადგილზე და იცოდნენ ზუსტად ის ლოკაცია, იმიტომ რომ იყო ცენტრიფუგებში. ეხლა შარშანი გამოხდა იმ ცნობილია Midnight Hammer-ის ოპერაციის დროს, ხო? დაიბომბა ეს ადგილი, სადაც ეს ცენტრიფუგებია, დაიმარხა და ანუ წყობლიდან გამოვიდა და განადგურდა აი ეს თვითონ უშუალოდ ეს ცენტრიფუგები, რომელიც იძლევა საშუალებას და მიცემდა საშუალებას ირანელებს, რომ კიდევ უფრო მაღალ დონემდე გაემდიდრებინათ იმ დონემდე, რომელიც საჭიროა საიარაღო, ასე ვთქვათ, ურანიუმისთვის, ხო? მაგრამ ეხლა რამდენადაც ცნობილია, ანუ ის შესაძლებლობები ამ გამდიდრების განადგურდა, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველ შემთხვევაში თუ რაღაცა ტექნიკურ ბაზას არ განაახლებენ და ზეწოლის პირობებში ამას ვერ განაახლებენ და დაჭირდება თვეები და წლები, დაჭირდება სპეციალისტები, რომლებიც მაშინაც და ეხლა ამ ოპერაციის ფარგლებშიც დამატებით იქნა ლიკვიდირებული, მაგრამ პრობლემა რაში არის? ეს გამდიდრებული ურანის ეს რაოდენობა ხო რაღაც მიახლოებით 9 ტონა. ნუ რატომღაც ამბობენ 4500 კილოგრამს ეთყობა დაზუსტებით იციან სადაც 450. 450 ხო. ამის გამოტანა მოხდა
ეხლა ეს რო წარმოვიდგინოთ როგორი რაღაცაა, იცი, ეს შეიძლება ინახებოდეს როგორც ერთ ლოკაციაზე, მაგრამ უფრო სავარაუდოდ რომ ესენი დააყვეს რა ვიცი ერთ 45 ნაწილად მაგალითად და 45 რაღაცა ტყუის კონტეინერში განათავსეს და სადღაც გადამაგეს. აი ხა ეს სადღაც შეიძლება იყოს სადღაც მიწისქვეშა გვირაბები, რომლის თითოეულის აღება ისეთი რთულ ოპერაციასთან არის დაკავშირებული, როგორც აი ერთ იმაში ობიექტზე შეღწევა იქნებოდა და ან რაღაცა მსხვილი ქალაქების მაგალითად აი იგივე თეირანის რაღაცა მიწის ქვეშ რაღაც საავადმყოფოების ქვეშ საავადმყოფოებს ვერ დაბომბავენ ან იქ საავადმყოფოებში რენტგენებია და რა ქვია იგივე MRT-ები და ისინია ხო მაგნიტორეზონანსული ისინი რომელიც აგრეთვე გამოსხივება და ვერ აღმოაჩენს იმას სადაც ვერ თვითმფრინავი ამ რადიაციის მიხედვით და რაღაცა არის ეგეთი გადამალვის საშუალებები გადამალვის გარდა არის ეს რა ცოცხალი ფარის ამოფარების თემა რომ შეიძლება ძალიან ურბანულ ტერიტორიაზე განათავსოთ შეიძლება მიწის ქვეშ ისეთ ადგილას იყოს კი ნუ იქ შეუძლებელი იყოს ჩაღწევა და იყოს განაღმული ანუ როზევიძახეცი ეს იმდენ ნაწილად შეიძლება თან იყოს დაყოფილი და გაფანტული ქვეყანაში რომ აი გაცილებით იოლი იყოს თივის ვინში ნემსის აღმოჩენა ალბათ აქედან გამომდინარე უფრო 40 წუთია აი ახსენ ხა უყურე რა ხდება ანუ თითოეული მაგ ოპერაციის ჩატარება თუ ეს ნაწილებად არის დაყოფილი და სხვადასხვა ადგილად არის შენახული სირთული თავისეთულეთ ალბათ აი მაგალითად იტოლდება ისეთ ოპერაციას როგორც ჩაატარა ამერიკის შეერთებული შტატებმა კინუალეთთან დელტამ და 160-იან ქვედანაყოფმა ნაისტალკერების, როდესაც ეს მოიტაცეს მადურო. ხო, კი პრინციპალურად ჩაატარეს, მაგრამ ხა წარმოიდგინე 55 ეგეთი და ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე რო კონდეს უფრო გაცილებით დიდ ქვეყანაში, რომელსაც ნუ გაცილებით უკეთესად არის უფრო კონფიდენციალობის მაღალი ხარისხი. უფრო ხარისხი. ანუ ეს არის როგორ გითხრა რა შეუძლებელი მისია არა რეალურად რო თქვა რა. თანაც ერთი თუ სტარტაპს იპოვეს მეორე ლოკაციაში სულ არა ფაქტი რომ 55-ია ზუსტად. არა უბრალოდ ერთ ჩაგეჭრებით, იცი რა, ანუ რას მინდა რომ მიაქციო ყურადღება. ანუ ეს ოპერაცია თუ დამთავრდება პირობითად ისე რომ აი ეს მარაგები აი რთული გამდრებული ურანის არ იქნება განადგურებული, ეს ექნება სასპეკულაციოდ ძალიან მაგრად, ნუ ტრამპის მოწინააღმდეგეები ჩვენც ვართ, მაგრამ ნუ იმას რეალური სურათიდან არ უნდა ამოვარდეთ, ხო? ხო და ამას მინდა უფრო მეტად რომ მიაქციო. არა, ეხა ერთი რაღაცაც არის 60%-იანი გამდიდრებული იარაღისთვის არ გამოდგება, ეგეც უნდა თქვა, ეს უფრო მეტია ვიდრე ჭირდება ელექტროსადგურებს. რუსეთის ელექტროსადგურს, რომელსაც არ უწამენ, იმიტომ რომ ჯერ ესეთიც, ნუ რადიაციის გაჟონვის და ეკოლოგიის დაზიანების საფრთხეა. მე იმიტომ რომ რუსული პერსონალია იქ 70-80% ეს თუ რუსების აშენებული ასე ვთქვათ ელექტროსადგურია ატომური და რუსები იქ მაგათეს იმითი არიან თან ის მანდატი აქვს პრინციპში რომ ეს ნარჩენად იქ-ჩება პლუტონიუმი რომელიც აგრეთვე არის როგორც არის ურანის ეს რა ქვია ბომბი შეიძლება პლუტონიუმისგანაც დამზადდეს და რო ეს გაიტანონ ეს ყველაფერი და არ დაუტოვონ ანუ რაღაცნაირად და მაგ შეთანხმებას აქვთ მიღწეული, თუმცა გუშინ გავცილდნენ ევაკუაციას იწყებენ. ევაკუაციას იწყებენ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ან გაფრთხილებულები არიან, ან რაღაცა ეჭვიათ, რომ მაგალითად განხორციელდება ან შეტევა, ან დარტყმა. არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში, აი რო წარმოვიდგინოთ, რომ ამ სირთულეების და ყველაფრის მიუხედავად ესეთი რაღაცა განხორციელდა, ესეთი სპეცოპერაცია ამ ურანის გამოსატანად, ხო? იმიტომ თან ხო გეუბნები იმხელა რისკია და თან ეს იარაღისთვის საკმარისი არ არის და უფრო მეტად რო გაამდიდრონ რომ ცენტრიფუგები ჭირდებათ რომელიც არ არსებობს. ვერც ეკნებათ ასეთი იმის პირობებში, ზეწოლის პირობებში და ეხლა რუსეთმა და ჩინეთმა თუ გადაცემა უნდა მაგის ჩუმად, მაშინ პირდაპირ ურანის მიღება როგორმე იმ ნახევარტონა ბოლომდე გამდიდრებული საიარაღო ურანსაც მიცემენ და თუ ეგრე წავიდა საქმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ეგეთი ვითარება, ეგ რომც მოხდეს და ეგ ურანიც გამოიტანა ამას ვაცნობებენ პოსტფაქტუმ, ანუ ესეთი სპეცოპერაციები, ესეთი დონის. ანუ რაღაც ესე დაგეგმილა და აბა ბიჭებო მოვდივარ და აბა დამკვიდრე არ ხორციელდება და რა ეს ხდება ცნობილი უკვე რომ განხორციელდა პოსტფაქტუმ, აი შესრულდა მისი. ისე Midnight Hammer-იც ეგრე განხორციელდა. შედგა და მერე გვითხრეს. რაღაცა მოხდა გავიგეთ, მაგრამ მერე გავიგეთ რეალურად ამათ ახლა. ამას წინასწარ არავინ არ დაგვიანოსებს, რომ ახლა მოვდივართ და მაგ ოპერაციებს ვატარებთ. ასე რომ ის საუბრები რომ ახლა სახმელეთო და აი ეგ ხო არ იქნება ეს ვარიანტი სახმელეთოსი. ნუ დიდი ბოდიში ჯესეთის ნუ სპეციალები ზოგადად ხოლმე სახმელეთოთ, კი, სახმელეთო ჯარებს ცალკე ყავს საჰაეროს და საზღვაო ცალკე ყავს, საზღვაო ქვეითთა კორპუსს ცალკე ყავს თავის სპეცები, ასე ვთქვათ, სპეცოპერაციების ძალები, მაგრამ CIA-ს ცალკე ყავს.
მაგრამ რაზე ვიძახით, აი თვითონ ამას ანუ ხმელეთის არ ეძახიან და ხმელეთი არის საერთო საჯარისო ფორმირებები როცა და ასოციაცია მიდის ანდეთკენ გავიგე ხმელეთზე ეხლაც ახლა იქ მოსადის და CIA-ის აგენტები და შეიძლება რაღაც პერსონალები მოხმედებენ რომელიც ჩვენ არ ვიცით და შეიძლება ოდესმე ვიღაცამ დაწეროს და როგორც წესი ეგეთი ოპერაციები ვიცი როდის ხდება ხოლმე ეგეთი აი ძალიან გასაიდუმლოებული ჩავარდნით დროს აი იგივე მაგათად იგივე თეირანში აი ეს პირველად რევოლუცია როდესაც მოხდა ისტანბულიდან როდესაც იქ დაატყვევეს ამერიკელები საელჩოში მაგ გამოსაყვანად მოგეცემ რომ პირველად მაშინ შექმნა დელტა ახალი შექმნილი იყო და ის არწივის ის არაფია როგორ არის ეს კლანჭი ხო ოპერაცია რომელიც ჩავარდა მოხდა ოღონდ ჩავარდა არა ირანელების ის აი უნდობნოს ქარიშხალი იყო და დაეჯახდნენ ერთმანეთს CIA-ს და ეს არაფია ვერტფრენის სიკორსკის ხო რაზე ვიძახი მე ეს მოხდა და ჩაიშალა და ჩაშლის გამო გახდა ეს ოპერაცია ცნობილი თორე ეს არ წარმატებით დასრულდებოდა და მაშინ როგორც წარმატებულს გავიგები და პროცესში არ ამძინახა რა შეგვატყობინებდა რა ეს ერთი თემა რომ ამას არ ამოსაგენ რა მეორე ვარიანტია რომელიც ძალიან მოსირებს და აი ხარგი ხარგის თემა რომ ხარგს აიღებენ ახლა ხარგი რამ გააქტიურა ჯერ ის რომ მართლა ცნობილია რომ 80% 90 ხო მთელი ნავთობისა და გაზის იქიდან რატო იმიტომ რომ ანუ ეს ტანკერების უმეტესობა არის როგორც სიღრმე აქ რა წყალში და ღრმაწყლოვანი პორტია ჩვენ მინდა რატო გინებთ რომ ვერ შემოდიან ის ანუ ან შემოდიან ეგრეთ წოდებული ჩვენთან პლასკადონებს ეძახი და დაბალი ის აქვს რა წყალმოდის დომა და ანდო ღრმა თუ შემოდის უნდა ისეთი პორტი უნდა გქონდეს სპეციალურად სადაც ღრმა ის არის და ასე თქვა ჩაღანწრფელი ჩაღმოებულია ბუნებრივად ეგეთისა იმ კუნძულის გარშემო არის ეგეთი სადაც ღრმა ყველანაირი დიდი ტანკერები შედიან იქ ურჩევნიათ ყველან ამიტომ აი ხაბი რა მოწყობილია ხელოვნურად გაკეთებული იქ არაფერი საბადოდ ვითავისთავად არა უბრალოდ ხმელეთიდან შეყვანილი არის ასე თქვა მილები იქ გადააქვთ ეს ხევადი გაზი იქნება თუ ნავთობი და მე იქიდან იტვირთება იქ გემებში და იქიდან გადის ნაწილი კონტრაბანდით გადაცის პაკისტანში რაღაც არმეებით სატვირთოებით და რაღაცეებით მაგრამ აი ძირითადად მაქედან გადის ეხლა რაზე ვიძახი ეგ გასაგებია რომ მაგის აღება და კონტროლი თავისთავად რა თქმა უნდა ნიშნავს რომ ესე იგი თათი დაადო ირანის ასე ვთქვათ მთავარ შემოსავალ საბიუჯეტო წყაროს ასე ვთქვათ ბიუჯეტის შევსების მთავარ წყაროს მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ახლა ის ისედაც დისფუნქციურია რა ამ ომის პირობებში და პრინციპში სანამ ომი არ მორჩება ეგ ეგრეც იქნება ისედაც ბლოკირებული არის ისედაც იქიდან არავინ არ გადის და თუ გადის არის გასაგებია რომ ამერიკა ამის ნებართვას აძლევს თუ არ უნდა არ მიცემს ანუ და მაგის აღება ანუ რას აძლევს რეალურად ის ვინც გადასხდება იქ ხო არის ესეთი ბრტყელი რაღაცა სივრცე კუნძულზე სადაც არის ერთ ნაწილში არის მოთავსებული არის დიდი საცავები საწვავის რომელიც არის ძალიან მოწყვლადი ასე თქვა ნებისმიერი დაბომბვისთვის და ძალიან ისეთი ცეცხლის საშიში ასე თქვა ხანფარალებადი და ხანძარ საშიში და წარმოიდგინე ხა იქ რაღაცა დიდძალი ძალების კონცენტრაციას ანუ აბსოლუტურად იმაში აქცევენ და რაღაც რომ დაბომბოს იქ ირანმა თუ ჩათვალა რომ ირანმა რომ მე ეს დენთის კასტრია და იქ უნდა განლაგდეს ახლა ხო თვითონ ამ იმისგან გამომდინარე როგორი ასე ვთქვათ ხანძარ საშიში არის და დაფეთქებად საშიში არის შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ იმ ამ კუნძულის აღება თავისთავად არ არის თუ ეხლა მაინც რატომ მიდის საუბარი იმიტომ რომ მოხდა მან დაბომბა მეორე ნაწილის ამ იმისი რა ქვია კუნძულის სადაც სამხედრო ბაზები და ობიექტები იყო განლაგებული იქ რაღაც აეროთავდაცვის და გემსაწინააღმდეგო რაღაც სისტემების ოვეციების და რაღაც და ნუ ზოგადად აი როგორც შენ შესავალში თქვი სადაც ესე იგი ბომბავენ როგორც ეს არტილერიო და საავიაციო ასე თქვათ შემზადება რო ხდება ხოლმე მე ხდება დესანტის გადასხმა და ნუ ჩათვალეს ახლა დაბომბეს იქ რაღაცა შეამზადეს პოზიციები იმისთვის რომ იერიში მიეტანონ და აიღონ შეიძლება ამის აღება თეორიულად მაინც მე ვფიქრობ ამ სლათ ვერ გამოვრიცხავ რა მაგრამ ანუ უნდა გვესმოდეს რომ იქ თვითონ იქ რაც ახლა საცავებშია ის ბევრის მალევე გადაიქაჩება დაუშვათ გემებში და მაგით მორჩება და თუ იმიდან და მატერიკული ნაწილიდან ირანმა არ მიაწოდა ის გაზი და ნავთობი და
აკონტროლებს იქ მატრიქს ის რა თქმა უნდა ამას არ გაგზავნეს ამერიკელებისთვის მაშინ ეს გამოდის რომ მათ უბრალოდ საფრთხეში იგდებენ ისე რომ არაფერსაც არ ფლობენ რაც არის კუნძულზე არიან სადაც შეიძლება ირანმა დაბანდოს და უნდა იგერიონ აი თუნდაც ის უსაფრთხოება უზრუნველყონ ანუ ბევრი არაფერი არ უჭირათ ხელში იყო საუბარი რომ აი შეიძლება այդ გადაცვალონ ჰორმუზის უსაფრთხო ტრანზიტში ანუ უთხრან რომ ჩვენ აქედან ნავთობს გაგატანინებთ ფულსაც ასე ვთქვათ რასაც იღებდით შესაბამისად ანგარიშგებით მიიღებთ მაგრამ ჰორმუზში გაატარებთ გემები შეიძლება თეორიულად ესეთი რაღაცა მაგრამ მე ნაკლებ სავარაუდო მგონი ან მაღალი რისკის ოპერაცია მგონია იმის ფონზე რომ შეიძლება ეგეთი რაღაცა თქვა და არ დათანხმდეს ეს ან თუ ირანში მოდის რა ვიღაცა მართლობაში ასე ვთქვათ ვინც მეტნაკლებად იქითკენ არის მიდრეგილი რომ მოილაპარაკოს ამერიკელებთან მაშინ ის ყველა ვარიანტში მოილაპარაკებს აი ამ დამატებით რაღაცა იმას არ ვიცი რამდენად ექნება ღირებულება იმისთვის რომ ასე გარისკონ რა რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეში დესანტის გადასმას მან ერთი რაღაცა უნდა აღნიშნოთ რომ ჰორმუზის სრუტე არის ძალიან სპეციფიური დიდმა პატარა მასშტაბში რომ დახედა ხო სხვანაირად ჩანს დიჩი რომ გაადიდებს სხვანაირად ჩანს ანუ უყურებ მან არის ძალიან ისეთი სინამდვილეში კიდევ უფრო ვიწრო გასასვლელია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს იმიტომ რომ მან არის ბევრი კუნძული მიმოფანტული და გემებს აქვს საშუალება მხოლოდ აი რაღაცა ვიწრო თქვა ფორვატორში გაიარონ და იმის გარეთ უკვე ან რაღაცა შეიძლება დაეჯახონ ამ რაღაც რატო ვიძახეთ რომ გადიან რამოდენიმე კუნძული არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომლის კონტროლით საშუალებას მიცემს მნიშვნელოვნად უსაფრთხო გახადონ ეგ ტრანზიტი მე ვფიქრობ რომ სწორედ ეს კუნძულები იქნება სამიზნეები აი ოპონენტები მეუბნებიან ესეთ რაღაცას ხოლმე რომ თუ აი თვითონ უშუალოდ სანაპირო არ გააკონტროლეს ხო იქიდან ყოველთვის შეძლებენ თქვა რაკეტების ოლას დრონების ოლას აი ეგეთი რაღაცა მინდა აღნიშნო რაკეტებს და დრონებს პრინციპში თან ირანული წარმოების მოგეცემა ხუსიტებიც ისოდნენ წითელ ზღვაში ხო და ისინი აფერხებდნენ იქ მოსვლას თუმცა მაინც მოძრაობდნენ გემები როდესაც შარშანი დაიწყეს ეს აქტიურად ოპერაციის ჩატარება პრინციპში აიძულეს ხუსიტები რომ ბანდერ აბასის აღების გარეშე რამდენად არის შესაძლებელი რომ მარტო კონძულებით უზრუნველყონ ჰორმუზის საზღვაო პორტი სამხედრო საზღვაო პორტი იყო და ყველაზე მსხვილი სამხედრო საზღვაო პორტი იყო ირანის მან ძირითადი საშუალებები ეს გემები და წყალქვეშინაები განადგურდა არის დარჩენილი რა თქმა უნდა ბევრი ასე ვთქვათ როგორც ამბობენ აი არის ესეთი რომ პირდაპირ იმიდან ყდებიდან გამოდის და რაღაცა კატარღებს შეუძლიათ შეუტიონ სარაკეტო კატარღებიც არის და არის აი ეს ჩვენ რასაც უკრაინაში ხედავთ ხოლმე ეს ალზე და კამერატებს ალზე და დრონები ხო მართვადი რადიომართვადი ეგეთებიც არის და ხო და მაგრამ რა არის წითელ ზღვაში რა ის იყო სპეციფიკა რომ იქ შედარებით განვერიყელია შესაბამისად რაკეტის თუ რაღაცის გამოშვ დრონის და გამოშვების შემდეგ აღმოჩენასა და მისი განადგურებისთვის დრო ყოფნიდათ ასე ვთქვათ რა აქ პრობლემა იმაშია რომ იმდენად ახლომანძილებია რომ პრაქტიკულად რეაგირება შეიძლება გაცილებით ჭირს ყოველ შემთხვევაში რაც გინდა სისტემა იყოს რომ გადაიჭიროს მაღალი ალბათობით ეს მithumetes თუ მასიურად გაუშვებენ რაკეტებს და დრონებს. აი ეგ ხარ ასამცირებენ იცი იმ კუნძულების აღებით ჩემი იმითი რომ აი თავის დროზე ეს კუნძული პორტუგალიისგან წაიღო კიდევ ვწდები. აი ამდენი აი ქვემოთ აი აქ ხედავთ 1 2 3 ესენი არის მისი რა ქვია ბრიტანელების კოლონია იყო თავისთავად როგორც ყველაფერი ბევრი ადგილას და გასვლისას სამხედრო ობიექტებია კი აეროდრომებია მათ და რა ზოგადად მანდარი როგორ რაღაცა ეგ იყო დაუტოვეს ერთოდი მაშინ ხმარებაში нас გაერთიანებულ საემიროებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ანუ იუდიულად მათია მაგრამ ირანსაც იქ ეძლეოდა უფლება ქონოდა ის რა ქვია წარმომადგენლობა რა მაგრამ მე ისე მოხდა რომ ირანმა ესენი სამხედროდ ასე ვთქვათ მისაკუთრა არაბების ახლა ეს აღარ არის და ამ წუთას ეგენი აკონტროლ ანუ ოკუპირებული აქვს რა რეალურად რა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით
სანამ აქ თემაზე გადავთ კონკრეტული რაღაცა მინდა კითხო. ცნობილი არის ირანული კამიკაძე დრონები, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად იყენებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. ახლა საფრთხმელთა ოპერაცია, თუნდაც რაც თქვით, რომ შეიძლება კუნძულებზე კონტროლის მიზნით დაიწყოს გარკვეული სპეციალური ოპერაციები საფრთხმელთო, სადაც სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, სპეცსამსახურები იქნება სხვა. რამდენად შეუქმნის ის მათ ოპერირებას დრონები? აი, მაგამდეც მივალ რა, ჯერ მოდი, ახლა მან ხო სხვადასხვა. მაინც დროში რადგან ვარ. კი, შევეცდები რომ მოკლედ გიპასუხო. ანუ დრონები არის სხვადასხვანაირი. თუ არის ტაქტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური, სტრატეგიული და ახლომებისა და არის კამიკაძე დრონები, არის საზღვაო დრონები, არის მფრინავი დრონები, ანტიდრონები, სისტემები, რომლებიც ხმელეთზე მოძრაობენ და ბევრნაირი. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ვლაპარაკობთ, ანუ მაინც მოვჩები რა, ასეთი რომ ამერიკელების მან დესანტის გადასხმით, ანუ განეიტრალდება ორი მნიშვნელოვანი საფრთხე, ეს არის ნაღმების საფრთხე, ნაღმების ჩაყრის, გაუნერგოყოფენ რაც ჩაყარეს უკვე, მაგრამ რაც არ ჩაუხრიათ იმას, აღარ დაუშვებენ მათ ჩაყრას, ეს ერთი, მეორე გაუნერგოყოფენ ამ დრონებს, როგორც მფრინავს ისე საზღვაო დრონებს დიწილათ, რაკეტებს ისთვის დროს მოიპოვებენ, ასე თქვა, სწრაფად გაანეიტრალონ და ანუ გაზარდონ ეფექტურობა გადაჭერის, ანუ პროცენტულობა რა. და რაც შეეხება იმას, რა ქვია, თავად აი მათ კონტროლებზე განლაგებული უკვე ამერიკული ძალების უსაფრთხოებას რაც შეეხება, ხო? მათ დაემუქრებათ ირანის მხრიდან იგივე ის რაკეტები, ოზღუდ უფრო სიღრმიდან, არა ამ შემთხვევაში გემსაწინააღმდეგო, არამედ ასე თქვა ხმელეთი ტიპის ასე თქვა რაკეტებიც, მათ შორის ბალისტიკურები, დრონები, მანდაც ოღონდ არის შაჰედის ტიპის დრონებიც, მაგრამ ჩემი აზრით, ან მაგას ყველაფერს უფრო გაუმკლავდებიან, რომ იქ აი ეს იგისის მქონე გემები იქნებიან და გადაიჭერენ ამ რაღაც დიდ ზომის რაღაც საჰაერო ობიექტებს, ბალისტიკური რაკეტა იქნება თუ დრონი, მაგრამ და ავიაცია იტრიალებს და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი აზრით, მანდ რაც საფრთხეს წარმოადგენს იქ გადასხმული, ასე ვთქვათ, ამერიკელებისთვის, პირველ ეტაპზე იქნება, რა თქმა უნდა, იქ დანაღმული დახვდება სავარაუდოდ და ეგ ნაღმების განაღმვა, მეორე რომ იქ რაღაცა სამალავები იქნება და იქიდანაც ამოძვრებიან და ეს უფრო პარტიზანული, ასე ვთქვათ, ბრძოლა წავა და არც ცოტა მოსახლეობა ცხოვრობს და არც ცოტა ძალები დახვდებიან იქ მაგათთან ბრძოლა. იქნება საარტილერიო ცეცხლი მატერიკული ნაპირიდან, სავარაუდოდ ეგეც პრობლემა იქნება, თუმცა მალევე მაგას საავიაციო დაბომბვით განეიტრალებენ. ყველაზე დიდ საფრთხეს რასაც ვხედავ, ეს არის აი ეს FPV დრონები, რაც აი უკრაინაში შეხედავთ, წვებიან ისინი საკმაოდ ახლოს არის ნაპირიდან, იმდენად რომ იგივე კაბელიანი ელექტროდრონები, რომელსაც რედით ვერ ჩაახშობ, შეიძლება ამუშაონ ნაპირიდან. რა თქმა უნდა, იმ ნაპირზე ბევრ რაღაცას დაბომბავენ, მაგრამ აი როგორც მომსა ესეთი ადგილია ეს ბანდერაბასი და ისა მაგალითად სადაც ჯერ ესეთიც მკვრივი, ასე ვთქვათ, ისინია დასახლებებია, სადაც შეიძლება დაიმალოს ეს ოპერატორები და საიდანაც დრონებს გაუშვებენ. პლუს არის რაღაცა ერთგვარი ზოგადად ხო ცოტა ირანში ეს გამწვანებული ადგილები, მაგრამ მაგ რაიონში არის ეს რაღაცა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, საპორტო ის არის და ზღვისპირა და არის და წყალი ერთი სიტყვით, რომ იმისთვის რომ რაღაცა პალმები და ისინი არის რაღაც ესეთი სიმწვანე. და მოკლედ იქნება ეს პრობლემა, მე არ გამოვლიცარ, ხშირად ადრე მკითხეს კიდე რუსები დაეხმარებიან, არ დაეხმარებიან. მე არ გამოვლიცხოვ მაგალითად რუსებმა ის თავიანთი ეგეთ ცნობილი რომლებიც უკრაინაში სამწუხარო ძალიან წარმატებით მუშაობს, რუბიკონი არის ეგეთი ქვედანაყოფი, სპეცდანიშნულების ოღონდ სპეცდანიშნულების დრონების მიმართულებით FPV დრონების ელიტარული ის არის და ძალიან ეფექტურად მუშაობენ. აი არ გამოვლიცხოვ, რომ მაგალითად ეგენი თუნდაც ეგ რაზმი გადაისწორონ ფიზიკურად დაახმარონ, იმიტომ რომ რუსეთი ჯერ ესეთი ცისრაც ვალსვია ირანთან და ირანეთში ახლა სამართლიანად ამბობენ, რომ ჩვენ არ დაგვეხმარენ ასეთი გაიქცია ჟანსო, მაგრამ ახლა სხვა ვითარებებში ისინი ვერაფრით ვერ ეხმარებიან. ახლა ფაისელ წინააღმდეგო თავდაცვა თითქოს გაუძლიერეს, მაგრამ ვერაფერმა ვერ იმუშავა, ანუ ვერ მიეხმარნენ ამ წუთას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ ან რა არის ახლა ხორმუზის დაკეტვით რუსეთი არის დაინტერესებული, იმიტომ რომ დიდხანს მაღალია ფასები საჭიროა და რითიც უკეთი კარგად ხეი. ხო,
ხო და ეხლა თუ მანდ ამერიკა გადაждდა და საშუალება მიეცათ რომ ერთის მხრივ ეს მათთვის ჯერ ამერიკას რაღაცას გაუფუჭებენ ეხო თავისთავად სიამოვნებას გულით მაგრამ მაგის თუმცა რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ჩინეთი არ არის დაინტერესებული დიდი ფასებით ჩინეთი არის პარადოქსული რა მოცემულობა სპარსეთის ყურიდან ასე თქვათ არა მარტო ირანიდან რამოდი ერაყიდან საუდის არაბეთიდან ილებს ჯამში ვენესუელის ჩათვლით იღებს 65%-ს იღებს იქ რაღაც და ბევრი ქვეყნები არიან რომლებიც ხოვდა ერთ შეხედვით ამერიკასთან ასე თქვათ დაპირისპირებულები მაგრამ ჭირდებათ იქ მინოსვლა უსაფრთხო და ერთადერთი ვინც არის დაინტერესებული რომ ეს სიტუაცია გაჭედვა ამ ჰორმუზის სრუტის და მაღალი ფასადი ნატოზე დიდხანს გაგრძელდეს არის რუსეთი პლუს ამისა ნუ აი რაც არ უნდა ძმობასაც იცოდნენ ხა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ფაქტი არის რომ ეს ორი ასე თქვათ ანტაგონისტური ძალაა და ერთმანეთს ყველგან სადაც შეუძლიათ უჩუქებენ ერთმანეთს რაღაცას და აი ფაქტი არის რომ მან არ გამოუცხა რუსეთთან მან რუსეთის დახმარება შედარებით ეფექტურად გამოჩნდება ჩემი აზრით არ გამოუცხა რომ ეს დრონები მიაწოდონ შეიძლება ოპერატორებით ჩავიდნენ ოპერატორებიანად ჩავიდნენ მაგას ვიტყვი ეგ იქნება საფრთხე და გამოწვევა, იმიტომ რომ რელი როგორც თქვი ამაზე არ მუშაობს და მან რაღაც ანუ მე დარწმუნებული ვარ რომ ამერიკა ამისთვის ემზადება. ეს ყველაფერი საფრთხეები გათვალისწინებული აქვს და რაღაც კონტრზონები მომზადებული აქვს და აი სულთან როგორც სამხედრო თემის ასე თქვით დაინტერესებულმა და ადამიანმა ჩემთვის უბრალოდ საინტერესოა ამას როგორ გაარქმევენ თავს ეს არ იქნება ეს არ არის ცნობილი ხა მე რო თქვა რომ ზუსტად ვიცი როგორ გაარქმევენ ამ გამოწვევას არ ვიცი მე არ გამოვიცხოვ რომ გარკვეულად ნუ შედარებით დიდი არა ინდონის რაც რუსებს აქვს უკრაინაში და რაღაც მაგრამ შედარებით ამერიკელებისთვის დიდი მსხვერპლი მოიტანოს ამ ოპერაციამ. ეს პოლიტიკურად ძალიან სარისკოა ტრამპისთვის, მაგრამ საბოლოო შედეგს გააჩნია. ხო, მაგრამ ეხლა რა ხდება, ჯერ ესერთიც ამ ენდგეიმის ხონეთ არ გამოდის, ანუ ეხლა რომ შეწყვიტონ თუ არ გახსნა ამ ჰორმუზის სრუტები დაკეტილი ქონდა, უბრალოდ იძულებულები იქნებიან ეს განახორციელონ და ამის გარდა აი ჰორმუზზე კონტროლის დამყარებით და ეს ამაზე დიდი პოსტით დავწერე და ის რომ ამაზე დამყარებით პრაქტიკულად აი მალაკის სრუტესთან ერთად ეს არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სუეცის არხზე და კიდე ბევრ არხებზე პანამის არხზე უფრო მნიშვნელოვანი არტერია საიდანაც ანუ როგორ ვთქვათ მთელი ასე თქვათ იცი ბოდიში შეგაწყვეტინებ ჩვენთან ახლა ჯგუფში დაწერეს ეს თირამიცა მინდა რომ მაგასაც უპასუხო რა არა ეხმიანებ ზუსტად რა რომ აი მატისმაცო კი გამოთქვაო ეჭვებიო იმასთან დაკავშირებით რა არისო ტრამპის გეგმაო და ბუნდოვანიაო და არ ჩანსო ტრამპა არ იცისო და ასე ვიღაც Sky News-ის ანალიტიკოსი მაიკ კლარკია ესეთი რომელიც ამბობს რომ ტრამპს გეგმა არ აქვსო და აი ზუსტად ახლა რასაც აპირებ რომ თქვა ეგ მინდა რომ თქვა ამის პასუხად რა ხო რა არის ამერიკის სტრატეგიული ამას თუ გააკონტროლებს ამერიკა და ამას უკვე როგორ არის ყველა ეხვეწება რომ გააკონტროლება ანუ ევროპამ უარი უთხრა რომ მე ვერ დაგეხმარებიო ფიზიკურადაც არ მაქვს მაგის საშუალება და არც ურვილი არ მაქვს შენი ომია და შემიხედეო ჩინეთი და იაპონია და ანუ ჩინეთი როგორც დაპირისპირებული მხარე მაგრამ მაინც არ ჩაერია იქ იაპონია და კორეა მაქვს უარი უთხრა ჩვენი პრობლემები გვაქვს და ასე ვთქვათ რესურსები არ გვეყოფაო არაბული ქვეყნები თითქოს რაღაცაზე შეიძლება დათანხმდნენ, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო ისეთი მეორე ხარისხოვანი რაღაც როლის შესრულებაზე, ანუ ამერიკას უთხრეს რომ მიდი რა შენ დაგვიმყარე ამ წესრიგი და მიხედე ამირანს, რახან დაიწყე ეს ომი. ეს ახლა რა ტერიტორია კარტბლანშია ამერიკისთვის რატო? იმიტომ რომ პრინციპში იქით ჩააყენა იმ მდგომარეობაში მთელი ასე თქვა თითქმის ყველა გავლენის ასე თქვა რაღაცა ცენტრი, რომ აქეთ ეხვეწებიან რომ მიდი აიღე ჰორმუზი და დაამყარე წესრიგი და რუსეთი ჩუმად არის დიპლომატიურად რაღაცა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ასე თქვა შესვლა და იმას თითქოს კი არა ეწინააღმდეგება, მაგრამ იმასაც უნდა რომ იქნება და იქ შევიდნენ და მე ჩვენ სავით ვერ გამოვიდნენ. როგორც ჩვენ უკრაინაში გავიჭედეთ, ისე ამერიკას იქ მეორე ვიეტნამი და მეორე ის დაემართოს. და აი მისთვის იქშნიეთენ ხელის. მაგრამ რეალურად რა არის თუ აქ აი წარმატ მეტნაკლებად რა ხა აღელით ყველა ვარიანტი აიღებენ. უბრალოდ მე მსხვერპლის და ფასის გადაღწის თემა არის რა. თუმცა ეს მსხვერპლი რო 1000-ობით არ არის, მაგაზეც თქვათ რა. ნახოთ, როგორ იქნება? იმედი მაქვს რომ შედარებით მცირე იქნება. მაგრამ რა ვიცი, ამის აღებით ეხა ამერიკა რას აკონტროლებს რა. მთელ ანუ პრაქტიკულად ნავთობის და გაზის ფასზე იღებს აი სულ კონტროლს და რა თავარია
აქედან იღებს ან დიდ კი რუსეთი ვერ მოარაგე აი სურო რუსეთმა გაორმაგოს ასე თქვათ ნავთობის მოპოვება, რასაც ვერ შეძლებს უკვე აღარ აქვს მაგის საშუალება სიმძლავრეებში და მიაწოდოს სუნთლიანად ჩინეთს, ხო და სუიაფად რაღაცა. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ არ იმყოფა ეს ჩინეთს, ანუ ძირითადი მაგისთვის მაინც არის ეს არტერია, საიდანაც იღებს. მაგაზე კონტროლით პრაქტიკულად რუსეთის აშშ რას გააკონტროლებს, იცი ჩინეთი შეძლებს თუ არა მაგალითად იგივე ტაივანის ან ფილიპინების ძინავდე განაღადა სხვა მეზობელი ქვეყნების ძინავდე გონების მიმართაც რაღაც გარკვეულ აგრესიულ ქმედებებს ქნებს ატარებს მუდმივ აპირებს ინტერვენციას. აი მაგის განეიტრალებას, იმიტომ რომ უნავთობოთ ომს ჩინეთი ვერ დაიწყებს. ანუ დღევანდელი საბრძოლო ტექნიკის უმეტესობა განსაკუთრებით საავიაციო და საზღვაო არის ან გაზოტურბინული ან და გარდა ამისა მილიარდ ნახევარი ადამიანია და ხო შიდა ეკონომიკას ხო ჭირდება ნავთობი. ხო და მაგრამ შიდა ეკონომიკა ახლა უყურე რა ნავთობ პროდუქტებს ძირითადად რაში მოთხოვნა ნუ რაღაცა იქ თბოსადგურებში ელექტროსადგურებში და რაღაცებში მაგრამ რაზე ვიდახეთ ნუ ეგენი ალტერნატიული ენერგიაზე ძალიან აქტიურად გადადიან ვირტუსაც ამვითარებენ აქვთ ხესები და კაშხლები მაგრამ რაზე ვიდახეთ ტექნიკის სამხედრო ტექნიკის ახლა 99% არ არის ჯერ ელექტროფიცირება ანუ ელექტროძრავებით ან ჰიბრიდულით თუნდაც ჯერ არ არის იგეგმება რომ გადავიდნენ მაგრამ 1-2 წლები მაინც დაჭირდება ანუ სიტყვაზე რომ მოინდომოს ახლა ჩინეთმა 2 წელიწადში 5 წელიწადში დაესხას ტაივანს თავს თუ ამერიკელი იჯდება ჰორმუზში და ის გააკონტროლებს უნკანს მიმოქცევას ნავთობი პლუს ვენესუელას დაამატა და პლუს ვენესუელას ანუ ჩათვალე რომ დეფიციტს გაუჩენს ჩინეთს და შუა ომში დეფიციტი საწვავის ეს ნიშნავს რომ აი რა ვიცი იმაზე დიდი დარტყმა რა მთელი საწყობები რო აუწიო და ისტორიული პარალელისთვის იგივე მოხდა იაპონიის შემთხვევაში ამერიკის მხრიდან სანამ ეროვნულ უბნებში ჩაერთო და კანალი და ისინი რო იმას ახნეს იქ ხო რაზე იყო არის მთელი სტრატეგია სცენარი ოკეანის თეატრზე ბრძოლისა იყო ის რომ გადაეკეტათ იაპონიისთვის ნავთობის მასზე წვდომა რა. იგივე ახლა გერმანიამ რატო წააგო საბჭოთა კავშირთან საბოლოო ჯამში და საბოლოო ჯამში რატო და მეორე მსოფლიო ომში, იმიტომ რომ ბაქოსკენ, ანუ ერთი რომ მოსკოვის აღება უნდა და როგორც გადაწყვეტილების მიღების ცენტრის, მაგრამ მეორეს რომ ორი მიმართულება ქონდა ძირითადად, ხო? მეორეს უკრაინის ფრონტიდან და იქიდან მოდიოდა იმისკენ. რესურსები არის. ვოლგისკენ და ბაქოს ნავთობი უნდოდა რა. ბაქოს ნავთობი ჭირდებოდა ის რუმინეთის ნავთობი და ის არ ყოფნიდა რა მაგას. ხო და როდესაც ეს ბაქომდე ვერ მივიდა და ვერ აიღო სტალინგრადთან წააგო და რაღაცა ჩათვალე რომ მაგითი მან უკვე გადაწყდა ომის ბედი. მე სულ უკან და უკან იხედა. ანუ ნავთობს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს როცა ჯავშანს ატანკო ან რაღაცა თანამედროვეები ეგ არის ამას წინათ ახლა უსმენდი იქ მისმენე თუ რა ქვია რაღაცათაზე ეს გადისა ესეთი ოღონდ იმათ ფორმულაზე უშვებენ მე მეორე დღეს კობახიძესთან იყო სილაქაძე არის ერთი ძალიან კარგი ისტორიკოსი რა და აი ჩვენი რესპუბლიკის თეამატიოს ბექა კობახიძესთან იყო დიმიტრი სილაქაძე და ის იძახდა რატო დავმარცხდით 21 წელს და ბევრი მიზეზ სასახელები მქონდა ამან ერთი თქვა რომელიც ძალიან ისე გამახსნა ჩვენო არ ყავდა ბევრი ცხენებიო ცხენოსანი მაშინდელი ცხენოსანი კავალერია იყო აი დღევანდელი რაღაც ჯავშან სატან დღევანდელი აბრამს ხო ან მობილური რაღაცა ისეთი ძალები არ ყავდაო რა ანუ артиლერიაშიც არ ვიყავით ზუსტად ავიაციაში უფრო თანამედროვე თვითმფრინავებს ყავდა ხალხის პრინციპში ნუ ანუ ყველაზე მეტად რაც გვიჭირდა რამდენადაც გასაკვირიანი იყოს ყავდა ცხენოსანი ჯარი ძალიან წირი ძალიან ცოტა და ცხენები რატო ყავდა ცოტა იმიტომ რომ თივა ახლა გაგიკვირდება მაშინ ახლა კომბიკორმები და ისინი არ იყიდებოდა თივა არ ყუნდა და ნუ ვერ ვაჭმევდით გოხოცებოდა შიმშილით და არ ყავდა ბევრი ცხენები რომ მოგვიარავდა ამიტომ გოგვეკვებაო ხო და რაზე ვიძახ ახლა აი რამდენი მნიშვნელობა აქვს აი ჩათვალე დღევანდელ იმაზე რომ ექსტრაპოლაცია მოახდინო რას ნიშნავს ხო დღეს ახლა ბენზინი არა გაქვს ჩათვალე რომ ვერ მანევს ვერ ახორციელებ ახლა გემს ვერ განასიზამდა
თვითმფრინავს ვერ დამართავდა და აღსვერ იმას იზამდა რითი უნდა შეიჭრან ანუ დიდ სამხედრო ოპერაციას თუ აი ამას აკონტროლებს ამერიკა ჩინეთი ყოველ შემთხვევაში 15-20 წელი ვერ დაიწყებს სანამ სრულად ახალ ერაზე არ გადავალთ როცა ყველაფერი ელექტრო იქნება და რაღაც მაგრამ ირაკლი თან ახლა შეჯამებისკენაც ვზავიდეთ უკვე 1 საათს მივუკავკუნეთ მე მინდა ოთოს კითხვა აი ბოდიში უბრალოდ მე წინადადებას ვიტყვი რა ამიტომ იცი ის თქმა და მანდ ახლა რა თქმა უნდა იმდენად დიდი მიზანია ამის აღება ხო აუცილებელი თან მატრიქსზე გადაждომა კონსულების აღებითაც შეიძლება და ამისთვის იდეალურად არის განკუთვნილი ეს საზღვაო ქვეითა რაზმი რომელიც იქ მიდის 31 და კიდე და მეგვირეში ჩავა 92-ს იგეგმება რომ გადაისხოს გარდა მაგისა რეჟიმიც მნიშვნელოვნად სუსტდება და სწორედ მაგაზე მინდა ახლა ოთოს მივცე და მე შევაჯამოთ კიდევაც იმიტომ რომ დიდი ხანი გავგრძელდება მე ჩვენი გამომწერები რო არის დიდი თემაა ძალიან ფაქტ უზარმაზარი თემაა მართლა სხვადასხვა ინტერესების გადაკვეთა აქვს და ოთო რეჟიმი სუსტდება ფაქტია გარკვეული მოლოდინებიც არის რომ თქვა შიდა არეულობა და შიდა ასე ვთქვათ პროტესტი გააღვივოს კიდევ უფრო მეტად შე როგორც მიმომხილველი რომელიც ყოველდღიურად დაკვირდები როგორც ირანიდან გამოჟონილ ინფორმაციას ასევე დასავლური მედია რასაც წერს რა დონეზე არის ახლა რეჟიმი დასუსტებული შენ სიტყვაში თქვი რომ რაკეტების გამოყენების მასშტაბებიც მნიშვნელოვნად დასწოვდება ადრე თუ ასეულობით იყო დღეს ათეულობით ზოგჯერ ერთეულებიც არის აი რა დონეზე არის დასუსტებული და კიდე რა მოლოდინები არის ახლა ფაქტია რომ გრძელდება ეს უწყვეტი დაბომბვა რომელიც გარკვეულ შედეგებს მაგალითად ხო იცი რა მე ვიტყოდი ეს ენერგორესურსების კუთხით პრობლემებს კი ბატონო მე ვიტყოდი ეგეთ რაღაცას რომ როდესაც ამბობენ კიდევ ერთხელ მინდა ეს აღვნიშნო ყველას გასაგონად როდესაც ამბობენ რომ ამ ოპერაციით არ ჩანს სტრატეგიული მიზანი ამერიკისა ეს არის ჩემი აზრით აბსურდული იმიტომ რომ პირველი და მეორე მიზნები რაც გააჩნდა ისრაელს აი ამ მიზნებს ეხმიანება ამერიკის მიზანიც ის რომ ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს ირანს ეს ორივეს თანხმდრაშია ესე ვთქვათ და უკვე აღარ იქნება ეს ბირთვული იარაღი რაც არ უნდა დარჩეს ის 450 კილოგრამიანი 60%-ზე გამდრებული ურანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის ესე ვთქვათ შექმნას იმიტომ რომ ის ბირთვული ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს ეს ერთი მეორეში ეხმიანებოდა ესე ვთქვათ სტრატეგიულ მიზნებში ამერიკისა და ისრაელის ინტერესები რაც გულისხმობდა ბალისტიკური რაკეტების რესურსების წარმოების რესურსების მაქსიმალურად შეზღუდვას. შეზღუდულია მაქსიმალურად იმ მხრივ რომ საწარმოები აღარ არსებობს. ის პროგრამა მინიმუმი. ამიტომ როდესაც ამბობენ რომ მიზნებს ვერ აღწევს და ვერ იქნება მიღწეული ან ირანი მაგრად დგას, ან მაგრად დგომა რაში გამოიხატება ის რომ 25 დღის თავზე ერთი თვითმფრინავი ვერ ჩამოუგდეს, ანუ სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს რო აღწევენ და უბრალოდ შაჰიდის დრონებს ათეულობით რო ისვრიან ან თუნდაც ბალისტიკურ რაკეტებს კასეტურ კომბინაციონს რო ესვრიან მოსახლეობას ეს არის მაგრადგომა ეგ არის უბრალოდ ტერორის პოლიტიკას მიმართავენ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ეს მოლების რეჟიმი და ის თუ რა მდგომარეობაშია სისტემა თავად და დაინგრევა თუ არა ეს ესე ვთქვათ აიათოლას დატოვებული რაღაცა ნარჩენები ესე დავარქმევდი ამას მომავალი გვაჩვენებს თუმცა მძიმე მდგომარეობაშია რა თქმა უნდა იმ მხრივ რომ განადგურებულია რამდენიმე წყება სამხედრო პოლიტიკური ვერტიკალი თავისი აიათოლას ჩათვლით აგერ ალი ლარიჯანი გაანადგურეს ყოველდღიურად ანადგურებენ ბასიჯების მეთაურებს სამეთაურო პუნქტებს უბომბავენ შეიძლება ცნობები რომ ახალი მეთაურები წინააღმდეგი არ კი, მცელდება ცნობები, რომ წინააღმდეგები არიან და საერთოდ ბოლო დღეებში უშინ რომ განაცხადა ტრამპმა ღალიბობთან, ამერიკულმა მედიამ და ისრაელულმა მედიამ განაცხადა, რომ კავშირზე გამოვიდა ღალიბაფი, ეს არის
პარლამენტის თავმჯდომარე ირანის, ამით ტრამპი ცდილობს, რომ ერთგვარად წყალი შეუყენოს მას, გააჩინოს მის მიმართ ეჭვები, შიდა ტაქსაქსული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არიოს და აი ეს მიმართულება აქვს, რომ შიდა ქაოსით კიდევ უფრო დაამძიმოს მათ მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ რეჟიმი ადრე იქნება თუ გვიან იქნება, მაინც ვერ გადაურჩება, იმიტომ რომ თუ ჯერ ერთი ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ გუშინ ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ ჯერ ჩვენ ვბომბავთ სამიზნეებს, გვაქვს სია სამიზნეთა ბანკში და ვურჩევთ მოსახლეობას, რომ არ გამოვიდნენ და არ სადონ, ესე ვთქვათ, იმ ტერიტორიებზე მიახლოება, რომელიც ითვლება პრიორიტეტულ სამიზნეებად და ასევე არ სადონ რაღაც საპროტესტო მოძრაობების დაწყება. იმიტომ რომ ჯერ ამათ აქვს საქმე გასაკეთებელი და ვიღაცებს ეგონათ რატომღაც იყო ესეთი ეიფორია, რომ აი როგორი რაღაც იყო, იცი რომ დაუკავშირეს რუსეთის სამდღიანი ამბიციური რაღაცა გეგმა ამერიკის აი ამ გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად გაწერილ აი ამ სამხედრო ოპერაციას, რომელიც იდეალურად მიმდინარეობს. ვიღაცებს ეგონათ, რომ რადგანაც აიათოლა მოკვდა და სხვა შორის ამერიკელები და ებრაელები არ თვლიდნენ, რომ პირველივე საათებში შეძლებდნენ ესეთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას, მაგრამ კონდათ მიზნად, რომ აიათოლა და მის სამხედრო ვერტიკალი გაენადგურებინათ. ანუ ეს მაგაზე არ მინდა ეს, მაგრამ დაიმასურებსაც ამბობი, რომ პირველი რო გაანადგურეს შეიძლება თქვათ ესე ეიფორია გაჩნდა. გავმართლათ, მაგრამ უკვე მეორე შეგონის ლიდერშიპი გაანადგურეს და მესამეზე გადავიდა. ანუ ეს მეორე უკვე ხო შუა ომში გაანადგურეს, ანუ რეალურ დროში იღებენ სადაც მესამე კვირის თავზე, ანუ უკვე ეს მიზანი იმავეს უკვე სამუშაოა და არა რაღაცა გამართლება, ან რაღაცა ეს გეგმის ნაწილია, რომ ჩამოიშალოს ის. ხო, ვიცი რა, კიდე რამდენიმე რაღაც მინდა ვთქვა, ანუ ზოგადად გეგმას იმ დონეზე მიყვება დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, არ შეიძლება ის გავაიგივოთ რუსეთის ამბიციურ და რაღაც, ესე ვთქვათ, ავანტურისტულ სამხედრო კამპანიასთან. 3 დღე კიევში იქ რაღაცა ჰოსტომელი ვერ დაიკავეს, საჰაერო კონტროლი ვერ დაამყარეს უკრაინაზე და დაემართათ ის, რაც დაემართათ, იმიტომ რომ მათი საჰაერო ძალები, ავიაცია აი ამერიკასთან შედარებით რამდენიმე აწლეულით უკან არის და საერთოდ მათი საჰაერო თავდაცვა არ მგონია რომ ირანზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს თუ ამერიკასთან კონვენციულ ბრძოლაში შევა. შეიძლება იდენტური სურათი ვიხილოთ და უახლოეს საათში კონვენციურ დაპირისპირებაში შანსი არ ექნებათ, იმიტომ რომ დიდად არ განსხვავდება პირობითად მათი შესაძლებლობები, ირანის შესაძლებლობები, რაც ჰქონდა მაგისგან. და ასევე მინდა ვთქვა ის, რომ როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, უკრაინას კიდევ უფრო მოძველებული საჰაერო თავდაცვის სისტემები ჰქონდა, რომელიც მიღებული და დაანატოვარი ჰქონდა საბჭოთა კავშირის, ის ვერ ჩაახშვეს რუსებმა და ეს გახდა მიზეზი, რომ უკვე 5 წელი, მე-5 წელია რაც ომი მიმდინარეობს, ხოლო ამერიკელებმა, ესე ვთქვათ, ყვადაღებული ჩინური უახლესი რადიოლოკაციური სადგურების, ასევე ირანული წარმოების საჰაერო ახალი თავდაცვის სისტემები რამდენიმე საათში და რუსული რამდენიმე საათში ჩაახშვეს და ისე ბატონობენ მათ საჰაერო სივრცეში, რასაც უნდა, როგორც უნდა, რამდენჯერაც უნდათ, იმ მასშტაბით ბომბავენ და აგერ უკვე 30 კილომეტრზე მოქმედ პლანირებად ბომბებს ხრის B-52, რომლის ჩამოგდება ალბათ უკრაინელებისთვის იქნება ძალიან მარტივი. პირობითად რომ აი თუ 95-ან თუ 160-ზე შემოვიდეს 30 კილომეტრზე ნებისმიერ ესე ვთქვათ ზონაში უკრაინაში ძალიან მარტივად ჩამოაგდებენ. ხო, ანუ და ასევე მინდა ვთქვა რომ რა იქნება საბოლოო მიზანი. საბოლოო მიზანი როგორც ირაკლის აღნიშნა აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ეს არის ჩინეთი შეუზღუდოს კონტროლი ესე ვთქვათ ირანულ ნავთობზე და თუ სპარსეთის ყურის თავარ უკანზე ჰორმუზის სრუტეზე დაამყარებს ამერიკა ესე ვთქვათ კონტროლს კიდევ უფრო მეტი იმპულსით დაადგება ის მოცემულობა რომ დოლარი იქნება კიდევ უფრო მეტად და ინტენსიურად საკვანძო ვალუტა მსოფლიოში რომელიც განსაზღვრავს ნავთობის ფასებს და თუ ორმუზის სრუტის კონტროლი დაიკავა საერთოდ გააკონტროლა ამერიკამ ეს ნიშნავს იმას რომ ორმუზის სრუტის ქვეყნებიდან ანუ გულისხმობ იმას რომ სპარსეთის ყურიდან გამომავალი ტანკერების პლუს ვენესუელის ტანკერების ჩათვლით
ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკას ექნება კონტროლი ჩინეთის ყოველდღიური მოხმარების ნავთობის 65%-ზე. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც ჩინეთი მოიხმარს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გამომავალი ნავთობს პლუს ვენესუელის ნავთობთან ერთად. ხო, ეს არის ირაკლიანზეც და ერთს დავამატებდი კიდევ თქვენის ნებართვით თუ ასე ბოლო ესე ვთქვათ აკორდი ალბათ იქნება ის რომ შესაძლოა ყოველ შემთხვევაში განადგურდეს როგორც ტრამპმა განაცხადა გუშინ აი 5 დღით გადავდეთო შესაძლოა განადგურდეს სრულად ირანის ენერგოინფრასტრუქტურა რაც გამოიწვევს იმას რომ ეს რეჟიმი მაინც აუცილებლად დაემხობა იმიტომ ეს მოხდება რამდენიმე თვეში ეს მოხდება რამდენიმე კვირაში თუ რამდენიმე თვეში ამას მომავალი გვაჩვენებს მაგრამ თუ ენერგოინფრასტრუქტურა განადგურდება ნიშნავს იმას რომ ირანს ფინანსური რესურსები ხელიდან გამოეცლება რაც ესე ვთქვათ გამოიწვევს იმას რომ ისინი ვეღარ შეძლებენ ბასიჯების და გუშაგების ქვედა რეჟიმის გაფინანსებას და არათუ იმას საერთოდ გამოურიცხავ რომ ბირთულ და მას აღადგენენ ეგ უკვე თითქმის განადგურების პირას არის ფაქტია ბატონო ფაქტია რომ ასე ვთქვათ ბოროტების იმპერიის ერთ-ერთ წარმომადგენელს არ აქვს კარგი დღეები მეორეს იქ უკრაინაში აქვს დიდი პრობლემები ამ ბოროტების იმპერიას საინტერესოა რაზეც ვისაუბრეთ და რაზეც ვისაუბრეთ თქვენ რომ გამოჩნდებიან თუ არა მწვანე კაცუნები ირანში თუ მოუწევს კიდევ ერთხელ პუტინს თქვა რომ იხტამ ნეტო ნახავთ მე მას უახლოეს მოვარჩი ნახავთ და ამის ყველაფერს რა თქმა უნდა კიდევ ვეთქვით ჩვენს გამომწერ გვადევნეთ თვალი გამოიწერეთ ჩვენი არხი და თვალი ადევნეთ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტებს მადლობა რომ გუწურებთ დროებით